და დაგიბრუნდით უკვე სტუმართან ერთად და როგორც გითხარით ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. რა არის სამკვიდრო მოწმობა და ვის და რა ვადაში უნდა მიმართოს მემკვიდრე მის მისაღებად და საიდან გამოიანგარიშება საზღაური სამკვიდრო მოწმობის გაცემისთვის. ყველაფერს კი ჩვენი სტუმარი ნოტარიუსი დარეჯან ახალბედაშვილი მოგიყვება. დილომშვიდობის და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დილომშვიდობისა. უნდა გავიმეოროთ ის შეკითხვა, რაც დავსვით, რა არის სამკვიდრო მოწმობა და რამდენად აუცილებელია მემკვიდრესთვის მისი მიღება და სად უნდა მივიდეს და ვის უნდა მიმართოს ამ ხსენებული დოკუმენტის ასაღებად. ესე იგი, სამკვიდრო მოწმობა ეს არის მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმისთვის, რომ მოქალაქე მემკვიდრე მიიღოს სამკვიდრო მოწმობა, მან აუცილებლად უნდა მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ ნოტარიუსს და წარადგინოს განცხადება სამკვიდრო მოწმობის მოთხოვნის, გაცემის მოთხოვნით. უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ მხოლოდ ნოტარიუსი არის უფლებამოსილი, რომ გასცეს ეს დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობა და გაიცემა იმ მემკვიდრეზე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო მოწმობა. ესე იგი, შეიტანა განცხადება მან ამ მოთხოვნით, ან ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმართოს მას საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. რა კარგი ენის გასატეხი მემკვიდრე სამკვიდრო მოწმობა. მემკვიდრებლის გარდაცვალებიდან რამდენ ხანში უნდა მივიდეს? ესე იგი, კანონმდებლობით ნოტარიუსთან. დიახ. სამკვიდრო დაიმკვიდროს. მემკვიდრებლის სამკვიდრო. დიახ, ამისთვის განსაზღვრულია კანონით დადგენილია ვადა, კონკრეტულად ეს არის 6 თვიანი ვადა. ანუ კონკრეტულად ამ დროის მანძილზე ეს აითვლება გარდაცვალებიდან, მემკვიდრებლის გარდაცვალებიდან, ანუ პიროვნების გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში უნდა მიმართოს მემკვიდრემ ნოტარიუსს, სანოტარო ბიუროს და აფიქსიროს განცხადება სამკვიდროს გაცემის შესახებ. შესაძლებელია, რომ სამკვიდრო მოწმობა გაიცეს 6 თვემდე ვადაშიც, იმ შემთხვევაში თუ სანოტარო ბიუროს ნოტარიუსს მოეპოვა დაზუსტებული ინფორმაცია სხვა მემკვიდრეების არარსებობის შესახებ. მაგრამ სამკვიდრო მოწმობა როგორც ასეთი გაიცემა ზოგადად 6 თვის ამოწურვის შემდეგ. ანუ არის გამონაკლისი თუ თქვათ მემკვიდრე ერთია და ნოტარიუსს შეუძლია ამ შემთხვევაში გასცეს 6 თვის ვადაში ეს სამკვიდრო მოწმობა. ანუ ამ ვადის ამოწურვამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ზუსტად დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ სამკვიდრის მთხოვნელი პირის გარდა სხვა მემკვიდრე რეალურად არ არსებობს ბუნებაში. თუ არის ისეთი შემთხვევა და თუ ხდება ხოლმე რომ სასამართლო შეიძლება ჩაერიოს ამ პროცესში და როდის ხდება თქვა სასამართლოს ჩარევა? ამით როგორი შემთხვევა, ეს 6 თვიანი ვადა, რომელიც უკვე ზემოთ ვახსენეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ ვადის დარღვევა იწვევს იმას, რომ მემკვიდრეს ეკარგება სამკვიდროს მიღების უფლება. სწორედ ამ დროს ხდება სასამართლო ერევა, ამ დროს ამ ურთიერთობაში, ვინაიდან მოქალაქე უკვე განცხადებით სასამართლოს მიმართავს, რომ მოთხოვნით აღდგეს ეს მემკვიდრეობის მიღების ვადა, ანუ გაგრძელდეს ეს ვადა. აქ უკვე სასამართლო მსჯელობს საქმის კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, რამდენად მიზანშეწონილია, რამდენად საპატიო მიზეზი ჰქონდა მემკვიდრეს ვადა რომ დაირღვა, აქედან გამომდინარე შეიძლება რომ მას გაუგრძელდეს ეს 6 თვიანი ვადა. თუმცა თუ მემკვიდრე დაარღვევს მემკვიდრეობას, ჩვენ კანონით გვეძლევა საშუალება, გვაქვს გარკვეული ჩამონათვალი, რა დროსაც მიუხედავად ვადის დარღვევისა შეიძლება რომ მან სამკვიდრო მოწმობა მიიღოს. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც ის უკვე როგორც ზემოთ ვახსენე, ფაქტობრივად დაეუფლება სამკვიდრო ქონებას. ეს გამოიხატება იმაში, რომ მემკვიდრეობის მისაღებად 6 თვის განმავლობაში მას და გარდაცვლილის დროის ამ პერიოდის ამოწურვამდე ჰქონდათ ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი მისამართი, თუნდაც ძალიან მცირე მონაკვეთში, მაგრამ მაინც. ან თქვათ ამ მანძილზე მემკვიდრეს გადახდილი აქვს სამკვიდრო ქონებაში, სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებასთან დაკავშირებული გადასახადები, ან აქვს კომუნალური გადახდის ქვითრები, სადაც ჩანს, რომ ამ მემკვიდრემ გადაიხადა ეს ქვითრები უშუალოდ და მისი იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა აღნიშნული ქვითრები. ჩვენ ამით შეგვიძლია ვიხემძღვანელოთ და გავცეთ მის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობა. იმ შემთხვევაში როგორ გაიცემა სამკვიდრო მოწმობა თუ რამოდენიმე მემკვიდრე არის? არაერთია, რამოდენიმე. დიახ, როდესაც რამდენიმე მემკვიდრეა სახეზე, ისინი თანაბარწილად ნაწილდება სამკვიდრო და თანაბარწილად იღებენ მემკვიდრეობას სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებიდან. თუ რამდენიმე მემკვიდრე ყავს, შეიძლება გავცეთ ერთიანი სამკვიდრო მოწმობა მათ სასარგებლოდ. მაგრამ შესაძლებელია, რომ ისინი სანიტარო ბიუროში ცალ-ცალკე გამოცხადდნენ და ცალ-ცალკე მოითხოვოს თითოეულმა მემკვიდრემ თავის წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამ შემთხვევაში გავცემთ ცალ-ცალკე და მივუთითებთ თითოეულმა კონკრეტულად სამკვიდრო მასაში შემავალი ქონებიდან მემკვიდრეობით რა ნაწილი მიიღო. და თუ არსებობს რამდენიმე მემკვიდრე, მაგრამ ანდერძე გაცემულია მხოლოდ ერთი
წლზე. ამ შემთხვევაში რა ხდება? დანარჩენ მემკვიდრეებს ერგებათ რაიმე წილი? დიახ, არის ესეთი შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მემკვიდრეა, მაგრამ მემკვიდრებელმა მოანდერძემ დაწერა ანდერძი თავისი ცოცხლის მანძილზე და ერთ-ერთ მემკვიდრეს უანდერძა მთელი თავისი ქონება. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობა იცავს ასეთ მემკვიდრეებს, ეს ჩამონათვალი არის გარდაცვლის, ანუ მემკვიდრებლის მეუღლე, შვილები და მშობლები. მიუხედავად ანდერძისა ეს პიროვნებები, რომელიც უკვე ზემოთ ჩამოთვალე, იღებენ სავალდებულო წილს. კანონი უწოდებს ამ მოთხოვნის უფლებას, ამ ნაწილზე სავალდებულო წილს, რაც არის იმ წილის ნახევარი, რასაც ეს მემკვიდრები მიიღებდნენ ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ანუ რასაც მათ კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ, იმ წილის ნახევარია. ასე რომ მიუხედავად ანდერძის შინაარსისა, მათ მაინც აქვს სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. და რა შეეხება ჩუქების ხელშეკრულებაზე, როდესაც ის მაინც ერთ მემკვიდრეზე გაფორმებული, ამ შემთხვევაში შეგორხდება. ანუ ჩუქებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ეს კოდექსით გათვალისწინებულია, რომ მოქალაქეს ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მოგეხსენება თავისი ცოცხლის მანძილზე ნებისმიერ პიროვნებას, ეს იქნება გარეშე პირი თუ მემკვიდრე, საჩუქრად გადასცეს ესა თუ ის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც გამჩუქებლის სიცოცხლესივე დასაჩუქრებული სახელზე საკუთრებად მისი თანხმობით აღირიცხება. დიახ, აუცილებლად. თუმცა გათვალისწინებულია შემდეგი გარემოებები, თუ დასაჩუქრებული გამოიჩენს უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ამ მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან მის ახლო ნათესავებს, შესაძლებელია რომ გამჩუქებელმა უკან გამოითხოვოს გაჩუქებული ნივთი ამ ფაქტის შეტყობინების შემდგომ. ასე რომ მოქალაქეები ხშირად გვისვავენ კითხვას, რა გააკეთონ მათ, მათი სასურველ ადამიანს აჩუქონ ესა თუ ის უძრავი ქონება თუ მოძრავი ქონება თუ ანდერძით უანდერძონ მათ. ჩვენ ვუხსნით მათ, რომ გაჩუქების შემთხვევაში საკუთრებად აღირიცხება დასაჩუქრებულის საკუთრებაში აღირიცხება მისი სიცოცხლის მანძილზე, ხოლო ანდერძი უკვე მოქმედებს მისი გარდაცვალების შემდგომ. და აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ანდერძის შედგენა სანოტარო წესით, ვინაიდან სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას თავიდან ავიცილოთ მომავალი რისკები და გაურკვევლობები, იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენებათ კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ უფრო გვიან შედგენილ ანდერძს აქვს უპირატესი ძალა. თუმცა უფრო გვიან შედგენილი ანდერძი რომ იყოს არასანოტარო წესით შედგენილი, არამედ როგორც მას უწოდებენ შინაურული ანდერძი იყოს, ამ შემთხვევაში ის ვერ გააუქმებს ადრე სანოტარო წესით შედგენილს და ძალაში მაინც სანოტარო წესით შედგენილი ანდერძი რჩება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ უპირატესი უფლება აქვს, უპირატესი ძალა აქვს ამ შემთხვევაში სანოტარო წესით შედგენილ ანდერძს. უნდა მიმართოს მოქალაქემ სანოტარო ბიუროს ამის შედგენისათვის, რომელსაც მოანდერძზე პირადად ადგენს, ხელსაწერს მას და ეს ინახება სანოტარო ბიუროში. შემდეგ უკვე ნოტარიუს როდის აქვს ამ ანდერძის გამოჟღავნების საშუალება? ეს ინფორმაცია, რომელიც გაცხადდა ნოტარიუსთან ამ მოანდერძის სიცოცხლის მანძილზე დაფიქსირდა ანდერძი, გამოხატა მოანდერძზე მნება, არის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელსაც ნოტარიუსი ვალდებულია შეინახოს, მან ეს ინფორმაცია დაიწვას, ეს ინფორმაცია გაიცემა ამის შესახებ ცნობები მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდგომ. ზავადაში არის კონკრეტულად მითითებული თუ? არა, ნებისმიერ დროს მთავარია რომ გარდაცვალების ფაქტი დადგინდეს, გარდაცვალების მოწმობა წარმოქმნილი იქნეს, რომ დასტურდება რომ ეს მოქალაქე, რომელმაც ანდერძი შეადგინა, ნამდვილად გარდაცვლილია. დიახ. დაიჯდა სამკვიდრო მოწმობის საზღაური საიდან გამოიანგარიშა? დიახ, საზღაურისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია შემდეგი დაანგარიშების წესი, აუცილებლად იანგარიშება იმ ქონებიდან, რა ქონებაც სამკვიდრო მოწმობაში არის შესული. ანუ კონკრეტულად მოქალაქე მემკვიდრე, რომელიც იღებს მემკვიდრეობას, აცხადებს, თუ რა საბაზრო ღირებულება გააჩნია იმ ქონებას, რომელსაც სამკვიდრო მოწმობაში აისახება და აქედან უკვე ნოტარიუსი კანონით დადგენილი ტარიფების შესაბამისად ითვლის სანოტარო საზღაურს, რაც მოქალაქემ უნდა გადაიხადოს. ეს ყველაფერი საკმაოდ გამარტივებულია და ადვილად შეუძლია, ხო, ჩვენს. დიახ, რა თქმა უნდა. მოგურებას მობრძანდეს და ეს ყველაფერი სულ რაღაც მცირე დროში, როგორც ვიცი, შეასრულოს. ნამდვილად მას შეუძლია მოგრძანდეს ნებისმიერ ნოტარიუსთან საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ სანოტარო ბიუროში და მიიღებს საკმაოდ გამარტივებულ და მისთვის მიღება. იქ აუცილებელია მაინც რომ ანდერძი ფორმალურად გაკეთდეს. სანოტარო წესით შედგეს, დიახ, სანოტარო წესით შედგეს, რომ ის იყოს გამართული და რომ ავიცილოთ თავიდან გაუგებრობები ასე. ნუ ანდერძი აუცილებლად უნდა იყოს სანოტარო წესით დამოწმებული. სხვა შემთხვევაში მას ძალა არ ექნება და სხვა შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მხოლოდ სწორედ აი ესეთი წესით სანოტარო წესით დამტკიცებულ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, იმისთვის რომ ნამდვილად ვცლათ და მთელი ინფორმაცია მიაწოდეთ მაყურებელს აი ამ ძალიან საინტერესო თემაზე. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ხოლმე ამ თემის გარშემო, ხშირად გაუგებრობები ხდება და საჭიროა რომ ყველა მოსახლეობამ კარგად იცოდეს დეტალურად და კარგად ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია, რისთვისაც გიხდით მადლობას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ამის საშუალება გქონდა კიდევ ძალიან დეტალურად
გადავეცით ჩვენს 9 საათიანი ქრონიკის შემდეგ ისევ დაგებრუნდებით და რა თქმა უნდა დავუბრუნდებით სტუმრებთან ერთად და მოდი შევახსენოთ პაატა ხო იმ სტუმრების შესახებ. სტუმრები მოვლენ ჩვენთან ფესტივალის პოლონელები გვეწვინენ, პოლონელი რეჟისორები გვეწვინენ, დიახ. ასე ოთარ ლითანიშვილი ყავს რეჟისორი, რომელიც წარმომადგენელია ამ პროექტის და პოლონელები მიროსლავ დებჟინსკი, რომელიც ორგანიზატორია, ერთ-ერთი ავტორია და ბევრი პოლონელი სტუმარი გვაქვს. რეჟისორი ყავს პაվել ლოჟინსკიც. იგი დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გუშინ გაიმართა უკვე რუსთაველის კინოთეატრში და მოკლედ საკმაოდ საინტერესო დღე გვაქვს წინ ის კვლავ და დარჩით ჩვენთან არსად არ გადართოთ. ახლა ქრონიკა შემოგვიერთდება, შემდეგ რეკლამა და შემდეგ ჩვენ ისე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.